რეფინანსირების გაზრდილი განაკვეთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ეს განცხადება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპი გლობალური მასშტაბით შეანელა. უფრო ვრცლად იმაზე თუ რა არგუმენტით ხსნის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებას, ვისაუბრებთ სტუმართან ერთად თამარ ბაიაშვილი, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. შემოგვიერთდა ახლა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ჩემი შესავალ სიტყვაში წავიკითხე ფორმულირება, რომელიც ძალიან ცალსახად და მკაფიოდ ხაზს უსვამს, რატომ გაზარდეთ 11%-მდე, რატომ მიიღეთ ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება. მაგრამ უფრო ვრცლად რომ ავხსნათ, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ისეთი გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც გიფიცგებთ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისკენ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და აქვე მინდა ავისარგებლო და სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ ვითარებაში. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გუშინდელ გადაწყვეტილებას, მოკლე შესავალი რომ გავაკეთოთ თუ რა ვითარება გვაქვს დღეს და რა იყო მისი წინდევი პირობები. ზოგადად ბოლო წლები საკმაოდ რთული გამოდგა, ქონდა არაერთი შოკი და ინფლაცია ბოლო პერიოდის გამოწვევად იქცა გლობალურად, როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებში. მოგეხსენებათ, ჯერ იყო საქართველოში ეს პროცესები ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულის მოვლენებიდან გააქტიურდა, შემდეგ იყო პანდემია, როდესაც მიუხედავად მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებისა ჰქონდა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები და უკვე აი 2021 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ დაიწყო გააქტიურება, გამოცოცხლება, უკვე გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა ჯგუფებზე და დავინახეთ, რომ ეს მაღალი ინფლაცია მთავარ საზრუნავად იქცა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობზე, შაქარზე, ხორბლეულზე, ზეთზე და ეს ყოველივე ჩვენს ინფლაციასაც რა თქმა უნდა გადმოეცა. ამ ფონზე ჩვენ გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა მოგეხსენებათ 2.5%-იანი პუნქტით გავამკაცრეთ და უკვე წელს 2022 წელს გლობალურად მოიაზრებოდა რომ ის შედეგები, რომლებიც ამ წინა პერიოდების გადაწყვეტილებებს უნდა მოჰყოლოდა, ეს აისახებოდა 2022 წლის განმავლობაში გლობალურად ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირების ტრაექტორიაში. თუმცა ამ ახალმა გამოწვევამ დამატებითი სირთულეების წინაშე დაგვაყენა, ვინაიდან ეს მიმდინარე საომარი მოქმედებები და სანქციები აისახება სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის მიწოდებაზე გლობალურად და რა თქმა უნდა ჩვენ უკვე დავინახეთ რომ გაიზარდა ნავთობის ფასები, გაიზარდა სხვადასხვა სასურსათო პროდუქციაზე ფასები და იმაშინ როდესაც ინფლაცია უკვე ხანგრძლივად არის მაღალ ნიშნულზე, იმისათვის რომ ეს მიმდინარე წნეხი არ გადაიზარდოს ინფლაციის მომავალ მოლოდინებზე და ამ კუთხით იყო გაზრდილი რისკები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 0.5%-იანი პუნქტით გაგვეკაცრებინა. თუმცა იმავდროულად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ კომიტეტის ხდომის შემდგომ, როდესაც გააკეთა განცხადება, იქ ამბობდა ასეთ ფრაზას, რომ მაინც გაქვთ მოლოდინი ეროვნულ ბანკში, რომ ინფლაცია დაიწყებს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირებას. ეს არ იქნება მიზნობრივი მაჩვენებელი, მაგრამ მიზნობრივისკენ წამოვა. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? დიახ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ წლის დასაწყისში ვპროგნოზირებდით, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში შემცირდებოდა, მარტიდან დაიწყებოდა ეს შემცირების პროცესი და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე ვითარებას, კვლავ მოველით, რომ მარტში ინფლაცია შემცირდება, თუმცა რა თქმა უნდა, ამ შოკის გარეშე ეს შემცირების ტემპი უფრო სწრაფი იქნებოდა, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში და ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი შეფასებებით მოველით, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის ერთნიშნულ მაჩვენებლამდე შემცირდება დაახლოებით 7%-მდე, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, ეს უფრო მაღალია ვიდრე თუმცა გლობალური რისკები არ იცვლება და იმ შემთხვევაშიც კი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთის აგრესია, ყოველ შემთხვევაში საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდება, მაგრამ ეს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს არ მოხსნის, იმიტომ რომ საუბარია ორ განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები, გუშინ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ ევროკავშირის ლიდერები, რომ იმ ქვეყნებზეა საუბარი, რომელიც მათთვის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიწოდებელი იყო, იგივე სასურსათო უსაფრთხოებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ უკრაინის როლი განსაკუთრებით
მაღალი იყო ხორბლის მიწოდების მიმართულებით და შემდგომ. აი ამ პროცესები არ იხსნება, ანუ ეს რისკი და პრობლემები არ მოიხსნება ომის სწრაფად დამთავრების შემთხვევაშიც კი. ამ ფონზე დაუშვათ რა ბერკეტები გრჩებათ და რა რეალური რესურსი გაქვთ, რომ ინფლაცია თუ კიდევ ეს პროცესი გაგრძელდა გლობალურად, თქვენ იმიტომ რომ ყველა ხვდებით, რომ რაც მეტად გაამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, ამაზე აუცილებლად შევეხები, ეს პირდაპირი პრობლემა იქნება ბიზნესისთვის, ფინანსების მოზიდვის კუთხით და შემდგომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხრივ. რა ბერკეტი გაქვთ, რომ რეალურად ეს პროცესი როგორმე აკონტროლოთ და არ გაგექცეთ ხელიდან ეროვნულ ბანკს ამ სადავების მართვა. კი, ნამდვილად, როგორც აღნიშნეთ, ეს ინფლაციის დღევანდელი ეს მაღალი ინფლაციის პრობლემა არის გლობალურად და ჩვენ ასე ვთქვათ, ვეძახით ამას მიწოდების ფაქტორებს, როდესაც აი გლობალური ფაქტორები გადმოეცემა ადგილობრივ ეკონომიკას და ფასების გზაშიც აისახება. ჩვენი კუთხით, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ზუსტად ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, როგორც აღნიშნე, მისი ეს ბოლოს დაემსახურებოდა იმას, რომ ის დამატებითი წნეხი, რომელიც უკვე გვაქვს ეს მიწოდების ფაქტორები და არ გადაზრდილიყო მის დამატებით მეორე რაუნდის ეფექტებში, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და დღევანდელი შეფასებით ეს არის ანუ საკმარისი იმისთვის, რომ ეს დამატებითი ადგილობრივი მეორე რაუნდის წნეხი და ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები ავიცილოთ თავიდან. მივედით ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხამდე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, ეს სერიოზული პრობლემაა ბიზნესისთვის, ეკონომიკურ ზრდას პირდაპირ ურტყამს და პირდაპირ არის, რომ ბიზნეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ექმნებათ. როგორ შეიძლება, რომ დაუშვათ ეს ისე გაკეთდეს, რომ რეალურად ბიზნესი არ დაზარალდეს, ის ხო ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაშია და ზარალდება და მათ შორის ცალკეული პოლიტიკოსები, როდესაც ამ მიმართულებით განცხადებებს აკეთებენ, ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი არ იყენებს სათანადო ინსტრუმენტებს გარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა, მას სხვა ბერკეტებიც გააჩნია და იმავდროულად რეალურად მთელი მათი პოლიტიკა მიმართულია უბრალოდ როგორ დაიჭიროს ეს ინფლაცია, პირობითად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით და არ ზრუნავს იმაზე, რომ ბიზნესს რეალურად კონდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აი შევეხოთ მოკლედ მიმოვიხილოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს საკრედიტო აქტივობის კუთხით. თუ შევხედავთ თებერვლის მაჩვენებელს, სასესხო პორტფელის და წლიურად 18%-ამდე იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად აი მონეტარული პოლიტიკის ამ ბოლო პერიოდის გამკაცრებისა და სხვადასხვა მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა, ჩვენ მოვეით, რომ წლის განმავლობაში საკრედიტო აქტივობის ზრდა ზომიერად მაღალი იქნება. და აი ამ ფონზე, ამ გადაწყვეტილებების ფონზე დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში იქნება წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. და ანუ რაც შეეხება თვითონ მონეტარული ანუ პოლიტიკის რეაგირების კუთხით, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო აქტივობის ზრდა იყოს ზომიერი, მდგრადი და იმ ეკონომიკური ვითარების შესაბამისი, რაც დღეს გვაქვს. ანუ პირველ რიგში ინსტრუმენტებს ამასთანავე, რაც შეეხება, ანუ ასევე დავამატებ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ საკრედიტო ზრდაზე, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იწვევდეს დამატებით ინფლაციურ თუ ფინანსური სტაბილურობის რისკებს, რისკენაც არის მიმართული ზუსტად ჩვენი პოლიტიკა. რაც შეეხება მთლიანობაში მონეტარულ პოლიტიკას, ეს რეაგირება იყო ზუსტად გამოწვეული იმ ვითარებით, რაც დღეს გვაქვს, საომარი მოქმედებები, სანქციები, რაც თავის მხრივ, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ის ძირითადი პრობლემა. თქვათ, არ გიხარიათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ. ანუ დღეს რო შევხედოთ ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის, ზუსტად ეს არსებული ვითარება არის მთავარი პრობლემა და რისკი ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. და ზუსტად აი ამ ვითარების საპასუხო იყო ჩვენი რეაგირებაც. ანუ აქვე დავამატებ, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს არის მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი და მისი დროული და ვითარების შესაბამისი რეაგირება არის ზუსტად მნიშვნელოვანი ელემენტი იმისა, რომ ჩვენ რო დროულად მოვახდენთ დღეს რეაგირებას, სამომავლოდაც, თუნდაც მისი შერბილების ტრაექტორია უფრო მალე შევძლებთ ამის განხორციელებას. შეგვიძლია რომ მაგალითის დონეზე ვთქვათ, მაგალითად პანდემიამდელ პერიოდში, როდესაც თქვენ ამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, მისი შერბილებისკენ სამწუხაროდ ომი გვემთხვევა და ჯერ ვერ მოგიწევთ მისი შერბილებისკენ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის თვალსაჩინო რომ იყოს, რამდენად სწორი იყო ეს პოლიტიკა, როდესაც ამკაცრებდით. ანუ რეალურად რაში აისახა დაუშვათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მათ ცხოვრებაზე და მათ დაუშვათ ბიზნეს საქმიანობაზე უკეთესად. აი შესავალში ვახსენე, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი რთული პერიოდი, რთული შოკი გავიარეთ და ერთ-ერთი იყო თუნდაც 2019 წლის ზაფხულის მოვლენები, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვნად შეეხო.
ამ პერიოდში ზუსტად აი მაშინაც, როდესაც ეს გააქტიურდა ადგილობრივი ინფლაციური წნეხი, დიახ და საერთაშორისო ფრენების აკრძალვა რუსეთის მიერ, ვინაიდან ჩვენ ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეკონომიკა ვართ და ზუსტად მაშინ დავინახეთ, რომ როდესაც ეს იყო ჩვენთვის ადგილობრივად შოკი და დავიწყეთ ამაზე მონეტარული პოლიტიკის რეაგირება, გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და მართლაც ჩვენ 2019 წლის ბოლოსთვის დავინახეთ, რომ ინფლაციური პროცესებმა დაიწყო დასტაბილურება, ინფლაციის შემცირების ნიშნები გამოიკვეთა. ანუ ეს იყო ზუსტად იმ მონეტარული პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დროულად ვუპასუხეთ იმ მოცემულ ვითარებას. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც აი ამ შოკიდან უკვე გამოსვლა დავიწყეთ, დადებითი ნიშნები გამოიკვეთა ინფლაციის სტაბილიზაციის მიმართულებითაც, აი ზუსტად ამ ვითარებაში ჯერ კიდევ წინა შოკის გადალახვის პერიოდში დაგვემთხვა ეს ახალი პანდემია. და პანდემიის პერიოდში მოგეხსენებათ 2020 წლის განმავლობაში ჩვენი რეაქცია იყო, რომ მონეტარული პოლიტიკა შევამცირეთ, 1%-ული პუნქტით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც იმ არსებული ვითარების და იმ არსებული გამოწვევების შესაბამისი იყო. თუმცა როგორც აღვნიშნე, 2021 წლიდან ეს გლობალურად გააქტიურებული ინფლაციური წნეხი ჩვენთანაც იყო, მით უმეტეს ჩვენ წინა წლის შოკი კიდევ უფრო რთული და მტკივნეული იყო, რადგან ტურიზმზე ძლიერი დამოკიდებულება გვაქვს და დიდი იყო დანაკლისი და გავლენა თუნდაც სავალუტო ბაზარზე და ინფლაციაზე, თუმცა უკვე აი ამ პოსტპანდემიურ პროცესში უკვე ჩვენი რეაქცია იყო, რომ უნდა გაზრდილიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რათა დამატებითი წლეხი არ შექმნილიყო ინფლაციაზე და ზუსტად აი ეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა იმასთან ერთად რომ ნელ-ნელა მიილევა ეს გლობალური ელემენტები ის დაეხმარება ინფლაციის დარეგულირებას და შემცირებას. გუშინ ჩვენს ეთერში გიორგი პაპავა ისეთის მთავარი ეკონომისტი საუბრობდა ამ თემაზე და მან თქვა ასეთი ფრაზა, რომ რეალურად არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არ აქვს რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობა და ბერკეტი იმისა, რომ ეს პროცესი ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენზე არ არის სამწუხაროდ დამოკიდებული და არის ძალიან მასშტაბურ პრობლემაზეა საუბარი, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია უკრაინაში და აქედან გამომდინარე იმ პრობლემებზე, რომელიც გლობალურ ეკონომიკაშია შექმნილი. და მიუხედავად ამისა, რადგან ეროვნული ბანკის წარმომადგენელს ვესაუბრები და საქართველოს მოქალაქეს ბუნებრივად უჩნდება კითხვა ეროვნულ ბანკთან იქნება ეს თუ მთავრობასთან. არის კი იმის შესაძლებლობა, რომ დავუშვათ ეს პროცესი ისე იმართოს, რომ ფასების კიდევ უფრო ზრდა არ მივიღოთ ქვეყანაში, ანუ კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია არ მივიღოთ. როგორც აღვნიშნე, აი ზუსტად ჩვენი ეს გადაწყვეტილება გუშინდელი, რომელიც მოიაზრებდა მონეტარული პოლიტიკის 0.5%-ული პუნქტით და ზუსტად ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ ამ გლობალურ ფაქტორებზე კიდევ დამატებით არ ქონოდა ადგილობრივად ინფლაციური მოლოდინების ზრდა, რაც თავის მხრივ მომავალში ამ ინფლაციური რისკების მის მაჩვენებელში გადათარგმნასაც გამოიწვევდა. და ზუსტად დღევანდელი ვითარებით, დღევანდელი შეფასებით ჩვენ მოვალით, რომ როგორც აღვნიშნე, მარტში ინფლაცია შემცირდება და ეტაპობრივად წლის განმავლობაში დღევანდელი დაიწყებს საბაროდ მარტის მონაცემი როდესაც გეცოდინებათ, უკვე იქნება შედარებით შემცირებული ინფლაცია ამის და ეტაპობრივად ის ერთნიშნა მაჩვენებელზეც ჩამოვა, როგორც აღვნიშნე. კი ბატონო, და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ის პროგნოზი, რომელიც ეროვნულ ბანკმა 60%-ს ვარაუდობთ უკვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის და წლის ბოლოსთვის. თებერვლის მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია და კარგია, მაგრამ თებერვალი ომის ფაქტორები იმ მასშტაბით ბუნებრივი არ იყო ასახული. რა დავუშვათ 3-4% ეს არის საუკეთესო შედეგი, საუკეთესო მაჩვენებელი თუ შეიძლება რომ დავუშვათ ცოტა მაღალ მაჩვენებელზე იყოს გასულ, ანუ რა გათვლით არის 3-4%? მოგეხსენებათ ჩვენ როდესაც წლის დასაწყისში გავაკეთეთ პროგნოზები, წელს მოვალოდით რომ 2022 წელს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზრდებოდა, თუმცა როდესაც გვაქვს ეს გეოპოლიტიკური ვითარება, სირთულეები, ეს რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება და იმ 5%-იანი მაჩვენებლის მიღწევა ამ მოცემულ ვითარებაში რთული იქნება. ზუსტად ამან გამოიწვია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ის რაც ვითარება არის მოველით, რომ 3-4%-ის ფარგლებში იქნება ეს და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შოკი, ვთქვათ, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გარკვეულ საგარეო ვაჭრობაზე, გზავნილებზე, ტურიზმზე, რასაც აისახა რაიმე ფორმით ის უკვე მაგალითად გზავნილების მონაცემებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მაჩვენებელია.
როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ანუ საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი 2 კვირაში იქნება, თუმცა როგორც წინასწარი ინფორმაცია იყო ეს გზავნილების განხორციელება გრძელდებოდა, თუმცა ჩვენ როდესაც საუბრობთ ასევე ამ ეკონომიკური ზრდის შენელებაზე და ამ გავლენაზე, რა თქმა უნდა, რო არა ეს შოკი, თქვა თუნდაც საგარეო სექტორი, საექსპორტო მაჩვენებლები, ტურიზმი, გზავნილები უფრო მაღალი და სწრაფი სწრაფი ტემპით ახასიათდებოდა, რაც შეუწყობდა იმ 5%-იან ზრდას, ვიდრე თქვა და იმ დღეს ამ შემცირებული ზრდის ტემპების ფონზე მოველით, რომ აი 60%-ამდე იქნება ზრდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის აი ამ ძალიან რთულ ვითარებაში დაგჭირდება თუ არა დამატებით ფინანსები, მათ შორის იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ახალი პროგრამის შეთანხმება და შემდგომ. მიდის მოლაპარაკება ამ კუთხით თუ არა და რა ეტაპზეა, ანუ რამდენად ხედავთ დღეს ამის საჭიროებას, ან თუ დადგება ამის საჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შემთხვევა და არის გლობალური პრობლემა, რამდენად რეალურად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის ფინანსები. როგორც აღნიშნეთ, ახლა აქტიური მოლაპარაკებები და განხილვები მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საქართველოს ხარისხის მიდის საკმაოდ პროგრესირებს და თვითონ რაც შეეხება პროგრამას, ამ ეტაპზე მოიაზრება ეგრეთ წოდებული stand-by arrangement-ი, რომელიც ეს პროგრამა გულისხმობს, რომ ამ ეტაპზე არ მოიაზრება ფინანსური რესურსის მიღება, თუმცა თუ დადგა ამის საჭიროება, ეს პროგრამა ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ დამატებითი რესურსის მობილიზებას საჭიროება დაგვიდგება. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც აღნიშნე, ანუ არ მოიაზრება დამატებითი რესურსის მიღება, თუმცა ამ პროგრამის მისი დადებითი მხარე და მოქნილობა სწორედ ეს არის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მისი მიღება და თქვა ამისი მაგალითი გვქონდა თუნდაც 2020 წლის პანდემიის საწყის ეტაპზე, იმ პერიოდში ჩვენ გვქონდა პროგრამა, რომელიც გარკვეული ფინანსური რესურსის მიღებას მოიაზრებდა, თუმცა როდესაც დავდექით ამ დიდი შოკის წინაშე და იყო დიდი დანაკლისი, საქართველომ სწრაფად შეძლო ამ არსებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაზრდა. და ეს იყო თქვა და ერთ-ერთი ზუსტად ის პოზიტიური ასპექტი, რამაც თავის მხრივ ასევე გზა გაუხსნა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომ საქართველოს დახმარებოდნენ პანდემიის პირობებში. და ჩვენი საუბრის ბოლოს შეუძლებელია არ კითხოთ ლარის კურსი, რომელიც ამ მონაცემებით საკმაოდ კარგად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რა გლობალური რისკებიც არსებობს და მე ბევრჯერ ვიმეორებ ამ სწორს, თუმცა ეს რისკია და ეს შეუძლებელია რომ მან გავლენა არ იქონიოს. 53-იც იყო და ჩამოვიდა ახლა 3 და 10-ის ნიშნულია. რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა, რომ დავუშვათ 3 და 10-ის ნიშნულზეა დაბალანსებული ამ წუთისთვის ლარი და მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირება ძალიან უმადური საქმე და ცუდით და არ გიყვართ ეროვნულ ბანკში, მაინც რა მოლოდინი გაქვთ ამ კუთხით? დიახ, როგორც აღნიშნეთ, ახლა გაცვლით ჩვენ გვაქვს მოთქმული ცურავი გაცვლითი კურსი და ნუ როგორც პირდაპირ აისახება რეალურად მოლოდინები ყველაფერი ამ გაცვლით კურსში. დიახ, ანუ ის ერთის მხრივ არის თქვა და ამის უკან დგას ფუნდამენტური ფაქტორები, თქვა შემოდინება, გადინებები და მეორეც მხრივ არის მოლოდინები. და ზუსტად ამ ფაქტორების ერთობლიობა გვაწევს იმას, რომ თქვა საკმაოდ გაცვლითი კურსი საკმაოდ სწრაფად რეაგირებს ხოლმე ახალ ინფორმაციაზე, ახალ მოლოდინებზე და თქვა ის არის მოქნილობას აძლევს, რაც ეკონომიკისთვის თქვა მის ამ შოკზე რეაგირებას ასახავს. ნუ რაც შეეხება იხარატოა გამყარებული, ანუ დასტაბილურებული ყოველი უფრო ზუსტი ფორმულირება რო ვიხმარ. ანუ ეკონომიკაში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები, ნუ თქვა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც თქვა ამ ეტაპში შეეხება ჩვენთვის შემდგომ იქნება ის საგარეო სექტორის მონაცემები, თუნდაც საუბრობდით, რომ თქვა დაიწყო და ნუ როგორი იყო, ამათანავე ახსენეთ მოლოდინების ფაქტორი, ნუ ზოგადად როდესაც გაცვლითი კურსი არის მოქნილი, ეს ბუნებრივია, მოკლევადიანი მერყეობა ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის გამონაკლისი, ასე ხდება გლობალურად, ეს სავალუტო ბაზარი არის ერთ-ერთი პირველი მექანიზმი, რომელიც რეაგირებს. და მოლოდინი როგორი გვაქვს? შევინარჩუნებთ ამ შედარებით სტაბილურ მდგომარეობას ლარისას თუ დავუშვათ ისევ გამოფასურება შეიძლება ველოდოთ? ანუ როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არა მარტო საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა, გლობალურად გაცვლითი კურსის პროგნოზი არ კეთდება, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბევრი სხვადასხვა ელემენტების ერთობლიობის შედეგია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თამარ ბაიაშვილი იყო ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი.